მოგესალმებით ყველას და დავრუნდი ახალი ვიდეოთი. საკმაოდ წინ წავწიეთ ამ ბოლო დროს ავატარი, აირის უკანასკნელი ბრძანებელი, იმიტომ რომ რავი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამის ის არის, რომ უფრო მეტი სერია ავატარში ვიდრე დანარჩენ სერიალებში, აგერ Gravity Falls-ი და Dororo გაერთიანო, გამოვა თუ არ ვცდები 65 სერია, იმიტომ რომ ერთი 41-ია, მეორე 24 და თითქმის სულ მეტია ეს ავატარის სერიებზე და ის არის რა ქვია, ბევრი გამოდის შედარებით და თან ავატარი ყველაზე მეტად მომწონს, ახლა ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ყველაზე საინტერესოა ზემოთ ჩავთვლილთაგან. ასე რომ ხო, სწორედ ამიტომ ვირჩევ ავატარს და არა სხვა სერიალს. ყველაზე მეტად რომ გამოვშოთ, თორემ შემეძლო ახლა Gravity Falls-ი გამეწევა დიდ ხმით. მაგრამ ავირჩიე ავატარი. ამ სერიის მერე ამოჭრა მომიწევს, იმიტომ რომ ცოტა მეხსიერება აქვს ჩემს ტელეფონს გასასუფთავებელი არ მოგატყუებთ და დანარჩენ ორს იმედი მაქვს ერთად ვუყურებთ. შეიძლება მეორეს მერეც მომიწევს ამოჭრა, მაგრამ დიდად ეს მნიშვნელოვანი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში დღეს უნდა ვნახოთ 3 სერია ისევ და წინა 2 სერიამ გამახარა თან ძალიან მაგარი იყო. ნახეთ ესე იგი ზუკო საუკეთესო მხრიდან, ნახეთ ანგი ასევე საუკეთესო მხრიდან და ნახეთ ასევე ზუკოს და ანგის ერთად მოქმედება, როგორი კარგი გუნდი ყოფილა თურმე სინამდვილეში. რა თქმა უნდა ახლა ზუკო და ანგი უფრო მეტ მომენტს იმსახურებენ, მეტ სცენას იმსახურებენ ერთად. ერთის ბოლოს და მეორეც და ორივე ერთად წარმოიდგინეთ, რა ძლიერი გუნდი იქნებოდა ჯერ და მერე რა გაისანახაობა. ყოველ შემთხვევაში დავიწყოთ უნდა ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი პირველი სეზონის მე-14 სერია 3, 2, 1 დავიწყეთ. წყალი. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ვისარჯერა უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი წიგნი წყალი, მე-14 თავი, კითხავი. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მე ატომ გონია რომ ეს სერია ფილერი იქნება. დაგვცინის. ჩვენი სადილი იქნები. და ნემსკავი სად არის? არ მეგონა თუ დაგჭირდებოდა სოკა. ჩახლართულია. ჩახლართული არ არის, დაწნულია. ყელსაბამი გაგიკეთე კატარა. მიფიქრე რადგან შენი ყელსაბამი დაკარგე. კარგია. მადლობა ანგ. ძალიან მომწონს. შესანიშნავია ანგ. ნუ კატარას ყელსაბამი კიდე საუკეთესოა. დაკავდე. არ მისმის ორივეს კეთება რატომ არ შემიძლია? შეწყვიტე ჩემი დაცინვა. არავით არ დაგცინის. აბა, როგორ გამოვიყურები? ანგ თავიდან ბოლომდე გულისხმობ თუ მხოლოდ ყელი გაინტერესებს. შესანიშნავად გამოიყურები. როგორი მზნობიარე ხარ? ვიღაც შეყვარებულია. მე იცი ირსი იყავი. ნუ დასცინი სოკა. ანგი უბრალოდ კარგი მეგობარია, საყვარელი პატარა ბიჭია, როგორც მომო. როგორც მომო. ეს არის ხო კარგი შედარება კატარა. იხვის წვირიანი დათვი ვიღაცას თავს დაესხა. იხვის წვირიანი დათვი? ეს დათვების რა ამბები არის ამ დათვებზე? ჯერ Gravity Falls-ში, ახლა ავატარში. გამარჯობა. მშვენიერი დღეა, არა?
იყვირეთ და გაიქცევა. არა, თავი მოიმკვდარუნეთ და ინტერესს დაკარგავს. ახლოს იყავი. ეთამაში. ფერდობზე ადით და შემდეგ ხეზე ახდით. არა, უცელში დაარტყით. შემდეგ კი ზიგზაგურად გაიქეცით. საჭირო არ არის, ყველაფერი რიგზე იქნება. გაჩერდი. ო. ეს რა იყო? ჩვენი სადილი. გაგიმართლათ რომ დროულად მოვედით. გმადლობთ, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებდი. არი დარდოთ. დეიდა ვუმ იწინასწარმეტყველა რომ მშვიდობიანი მოგზაურობა მექნებოდა. დეიდა ჰუმ? არა, დეიდა ვუმ. ჩემი სოფლის მკითხავია. დეიდა ვუ. კარგია, როდესაც შენი მომავალი იცი. ხო, ალბათ. ახლა გასაგებია მშვიდად რატომ იყავით? მაგრამ კითხავი შეცდა. მოგზაურობა უსაფრთხო არ ყოფილა. კინაღამ მოკლეს. მაგრამ არ მომკლეს. კარგი, მართალია. წარმატებას გისურვებთ. მაგრამ რავი, მე მაინც ეჭვი შემიყარებოდა. მითხრა რომ გზად შემხვედრი მოგზაურებისთვის ეს უნდა მიმეცა. იქნებ დეიდავუსთან წავსულიყავით და ჩვენი კარგი მომავალი აზრია. სახალისო იქნებოდა. კარგი რა. კითხაობა სისულელია. შეიძლება სოკა. ოგა. კოლგა. ეს ყველაფერს ამტკიცებს. არა, არ ამტკიცებს. მომავალს ვერ იწინასწარმეტყველე. ესე იგი საერთოდ არ დასველდები. რა თქმა უნდა, წვიმას იწინასწარმეტყველებდა. დილიდან მოღრუბლული იყო. უბრალოდ აღიარე რომ ცდები და ქოლგის ქვეშ შემოსვლა შეძლებ. მისმინე, ახლა მომავალს მე ვიწინასწარმეტყველებ. წვიმა დიდხანს გაგრძელდება. და გადაიდოს. ხედავთ? ამის ნიჭი ყველას აქვს სოკა. რა კაი დამთხევა. არა სოკა. დეიდა ვუ გელოდებათ. მართლა? კი. გაგიკურდებათ და მართლა. მე მენგი მქვია. დეიდავუს თანაშემწე ვარ. ოჰოჰო. გამარჯობა. გამარჯობა. ჩაიან დეიდავუს განსაკუთრებული ნამცხვარი ხომ არ გინდათ? მე მინდა ნამცხვარი. ახლავე მოგიტანთ. რა ქვიათ? ანგი. ეს მენგს ერითმება. ლამაზი დიდი ყურები გაქვს. არგუმენტს ხომასეა. ერითმება. ხო, ალბათ. ორიგინალში ენგ ქვია. ზარმაზარია. კარგი ანგ. შენი გაცნობა სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნო. ჩემთვისაც. ვერ ვიჯერებ რომ ამ სულელურ სახლში ვართ. შეეცადე დაფიქრდე სოკა. სამყაროში ისეთი რაღაცები არსებობს, რისი ახსნაც შეუძლებელია. ნუ თუ შენს მომავალში ჩახედვა სასიამოვნო არ არის. სასიამოვნო ნამცხვრის ჭამა იქნება. მენგ. დეიდავუ ამბობს რომ ჩემს ნამდვილ სიყვარულს შეხვდები. იშროშენის იშვიათ სახეობას მაჩვ. ძალიან რომანტიკულია. ნეტავ ჩემი ნამდვილი სიყვარული იშვიათ ყვავილს თუ მაჩუქებს. წარმატებას გისურვებ. ეს ის დიდყურებიანი ბიჭია, რომელზე გათხოვებაც დეიდამ ვუმ გიწინასწარმეტყველა. ეგეც უწინასწარმეტყველა? გემრიელად ნუ მიიღეთ. აქედან შეგვიძლია უკვე დავასრულოთ რომ მოგესალმებით ახალგაზრდა რაღაცას მოგზაურებო. გვეტყუებს. შემდეგი ვინ არის? ნუ გრცხვენიათ. ნუ გადარა. გონი მე ვარ. არ არის წოდი, არ არის წოდი. უკვე საკმარისად ჭამე. და როგორ ფიქრობ, იქრაზე ლაპარაკობენ? მოსაწყენ რაღაცეებზე, სიყვარულზე, მის მომავალ ქმარზე, ბავშვების რაოდენობაზე. ო, ალბათ ამ უაზრობაზე. წავალ სააბაზანოს ვიპოვე. მობო. ძალიან რბილი ხელის გულები გაქვს. დამატენიანებელს იყენებ? იცით, წყალმცენარეების განსაკუთრებული ლოსიონი მაქვს. მოგიტანთ თუ გინდათ. სიყვარულის ხაზში რამე საინტერესოს ხედავთ? იმ ადამიანთან დიდი სიყვარული გელოდება, რომელსაც ცოლად გახვევი. მეტი მითხარით.
ხედავ რომ ძალიან ძლიერი მბრძანებელია. როგორ შენს ვიღაცამ ტუალეტში გასვლითი სიამოვნა? ჰა, როდესაც იქ ვიყავი. არ მაინტერესებს. შემდეგი ვინ არის? კარგი, ჯობია მოვიშორო. შენი მომავალი ბრძოლითა და ტანჯვითაა სავსე. ძირითადად მათ შენ გამოიწვევ. ჩემი ხელის გულებიც კი არ გინახავთ. ეს საჭირო არ არის. ყველაფერი სახეზე გაწერია. შენ არც ერთი სიტყვის არ სჯერა სოკას. ეს მომავლის წინასწარმეტყველების ყველაზე საიმედო მეთოდია. ძვლები არასდროს ტყუიან. მიდი, ერთი აიხ. ახლა კი ცეცხლში ჩააგდე. სითბო ძვალში ბზარებს აჩენს. ამ ბზარების მიხედვით ბედის წერას ამოვიკითხავ. ეს დიდი ბზარია. ასეთი რამ არასდროს მინახავს. ღმერთო! და ეს როგორ უნდა ბედის წერა. ეს დაუჯერებელია. როგორ უნდა იხსნას? ბრძოლის მონაწილე იქნები. კი. სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა. ამ ბრძოლის შედეგი მთელი სამყაროს სპეც განსაზღვრავს. ჰა, ეს სადაც ვიცოდი. გოგოზე რამეს მეტყვით? გოგოზე? გინდა რომ სიყვარულზე გაიგო? ჰა. სულ მაგრამ ვერაფერს ხედავ. შეხედე. რაღაც გამომრჩა. აი ისიც. ამბობს რომ შენს გულს უნდა ენდო და მასთან იქნები ვინც გიყვარს. მართლა? მადლობ დეიდა. პრინციპში ეს მართლაც გავს. ახლა მაინც ვერ მივხვდით რომ კითხაობა სიცრუეა. ამას იმიტომ ამბობ, რომ სამუდამოდ უბედური იქნები. ის ხალი შეშლილია. ჩემი ცხოვრება მშვიდი, ბედნიერი და სიხარულით სავსე იქნება. ეს არაფერს ამტკიცებს. ეს მართლა არაფერს ამტკიცებს. რაღაცები ძალიან კარგად იქნება. რა თქმა უნდა. ამას რატომ ამბობ? რა გითხრა? რაღაცები. ყველაფერს გაიგებ. კი, ყველაფერს გაიგებ. ცას რა ჭირს? დეიდავუს მოსვლას ველოდებით, რომ ღრუბლების მიხედვით სოფლის ბედი წინასწარმეტყველოს. ეს კრუბელი ფუმფულა კურდღელს გავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კურდღელი არ არის. კურდღლის ფორმის ღრუბელი უბედურების და განადგურების ნიშანია. თქვენი ნათქვამი გესმით? ღრუბლების მიხედვით გავიგებთ გაისად კურდღლის ფორმის ღრუბელი განადგურების. მოიფრფევა. ეცი. ადრე ტრადიცია გვქონდა, რომლის მიხედვითაც მთაზე ავდიოდით და ვულკანს ჩვენ ვამოწმებდით. მაგრამ მას შემდეგ რაც 20 წლის წინ დეიდავუს სოფელში ჩამოვიდა, ამას აღარ ვაკეთებთ. ვერ ვიჯერებ რომ თქვენ სიცოცხლეს შეშლილი ქალის სრულწმენებს ანდობთ. ჩუმად. მოდის. ვაშა, ვაშა. გამარჯობა, ანგ. არ ფიქრობ, რომ ის ღრუბელი ყვავილს გავს? რა? ალბათ. კატარა. არ ფიქრობ რომ ის კრუბელი ყვავილს გავს? ჩუმად. ღრუბელს ისრის ისრის, აჰა. წელს ძალიან კარგი მოსავალი იქნება. ძალიან კარგი ამბავია. მაგის თქმა მინდოდა ისეს გავს. მქონე ღრუბელი არის ფორმის. უპებისთვის ეს წელი კარგი იქნება. აკარია. და შეჯგუფებული დაკლაკნილი ღრუბლები იმას მიგვანიშნებს, რომ წელს სოფელს ვულკანი არ გაანადგურეს. აკარია. ვეშა. რადგან აქ ხარ? შენთვის რაღაცის თქმა მინდა. მომწონხარ, მაგრამ სხვაებებით არა. რა, ცუდი დრო აიჩია. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. სხვა დროს ანკ, სხვა დროს. გამარჯობა დეიდავუ. შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. არა უშავს. ის კაცი რომელსაც ცოლად გაყვები, სიმპათიური იქნება. იმედი მაქვს მაღალია. ესე იგი, კითხაობა კიდევ გინდა. დიახ, გთხოვთ. ამ სისულელეებს ვერ ვიჯერებ. ვინმე მათ საღიაზრი უნდა დაუბრუნოს.
ბედნიერები ჩანან, სოკა. ეს დიდხანს არ გაგზავდება. დავამტკიცებ, რომ დეიდავუს წინასწარმეტყველება სისულელია. თქვენ სანაძლეოს დავდებ, რომ ამ წითელი ფეხსაცმლის ჩასმა დეიდავუმ გირჩიათ. დიახ, თქვა რომ წითელი ფეხსაცმელი მეცნობდა, როდესაც ნამდვილ სიყვარულს შევხვდებოდი. გასაგებია. ამ წინასწარმეტყველების შემდეგ ეს ფეხსაცმელი რამდენად ხშირად გაცვიათ? ყოველ დღე. მაშინ რა თქმა უნდა წინასწარმეტყველება ხდება. მართლა? ასე ფიქრობთ? ძალიან ბედნიერი ვარ. მეგონი ცოტა სხვა ამის თქმა გინდოდა. სოკას წინასწარმეტყველება ნელ-ნელა ხდება. შენი მესამე შვილთაშვილი დაიბადება სანამ ძილში. მე თუ უკვე მესამე შვილთაშვილი ვარ და ეს მივე. ინფორმაცია საკმარისია. მაგარია. მადლობ დეიდავუ. მოიცადეთ, კიდევ რაღაც მაინტერესებს. ხვალ თბილად უნდა ჩავიცვა? გინდა რომ ამის შესახებ გიმკითხაო? არ მაინტერესებს დეიდავუმ რა გითხრათ. ხანდახან მაინც დაიბანეთ. სოკა, კალებში არ ყვევი ხომ ასეა? ვერ ყვევი თუ არა. არა. სორმის ამარძე მოხვედი. პრით დაგეხმარო. მოკლედ, ერთი გოგოა. გონი ვიცი ვისაც გულისხმობ. მართლა იცი? და წინააღმდეგი არ ხარ? რა თქმა უნდა არა. სიმართლე თუ გინდა შევამჩნიე რომ მასაც მოსწონხარ. არა, სხვა როგორზე ამბობთ. შენზე გიждდება. ახლა მთავარია შეცდომები არ დაუშვა. ეს როგორ მოვახერხო? იცი შენეერი ბიჭები პირველ რიგში რომელ შეცდომას უშვებენ. ზედმეტად თავაზიანები არიან. ზედმეტი თავაზიანობა ცუდია? თუ გინდა რომ დაინტერესო გულგრილი უნდა იყოს. თითქოს ეს გოგო არ გაინტერესებს. კარგი. გამარჯობა, მაინტერესებდა. არა შეხვდებით. და ეს ბიჭი ნიჭიერია. არა, ეს გოგო მართლა არ და აინტერესებს. ყველაფერი რიგზე იქნება თუ შარფს გაიკეთებ. ახლა კი ნახვამდის. კარგით, მაგრამ კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს. კარგი, რა არის? ხვალ საუზმეზე მანგო უნდა შევჭამა თუ? აი მე კატარა გეხოცე. პაპაია. ვერ ვიტან პაპაიას. გამარჯობა კატარა. ვერ დაგინახე. გამარჯობა, ანკ. არა უშავს. ისედაც ბევრი საქმე მაქვს. პაპაია თუ შეიძლება. ესე იგი, პაპაია. ხო. გინდა? მიცნობ. არ მაინტერესებს რა ვჭამ. კარგი, დროებით. იქნებ გულგრილობა ჩემი სტილი არ არის. მაგის შროშანი. აი, კარგი არ ვიტყვი. უკაცრავად. ასეთი ყვავილები სად ვიშავა? ვერ ვიჯერებ რომ ამ ხელა გზას სულელური ყვავილისთვის გავიარეთ. ეს უბრალო ყვავილი არ არის. შროშანია. მისი ეფექტურობა საკუთარი თვალებით ვნახე. ყვავილები კარგია, როდესაც ქორწინდები, მაგრამ ასეთ ადრეულ ეტაპზე უნდა აგზნობინო რომ გულგრილი ხარ. მაგრამ გული მეუბნება რომ ეს ყვავილი უნდა მოვწებნო. დეიდავუ მითხრა რომ თუ ჩემს გულს დაუჯერებ, მასთან ვიქნები ვინც რა? მიყვარს. არ მითხრა რომ ამის შენს გჯერა. დეიდავუ ჯერ არ შემდგარა. და სიყვარულზე რატომ უნდა ცდებოდეს? შეიძლება შეცდეს. არა გამორიცხული. რა, ჩემი აზრით შეცდება და უარესსაც იზამს. დეიდავუ შეცდა. კი. on შეიძლება ვიხდი. გონიათ რომ უსაფრთხოდ არიან. უნდა გავაფრთხილოთ. უკვე დაიწყო ამოფრქვევა. გამარჯობა კატარა. წარმოიდგინე, არ მიშვებს. მე კი ბევრი კლიენტი მივიყვანე. მაგრამ კითხოვების აფასურს არ იღებს. ვიცი, მაგრამ მაინც. ახლა სხვა რამეზე უნდა ვიდარდოთ. დეიდავუ ვულკანთან დაკავშირებით შეცდა. სოკა, მანამდეც მარწმუნებდი რომ ცდებოდა. ჩემი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება. ვითომ? არა. ყველა მომისმინეთ. ვულკანი ნებისმიერ წამს ამოიფრქვევა. დეიდავუ შეცდა. ჰა. ვიცით რომ დეიდავუსი არ გჯერა მეცნიერებისა და ლოგიკის მოყვარულო. თუ მისი მოსმენა არ გინდათ, მე მაინც მომისმინეთ. მინდა დეიდავუსი და მისი წინასწარმეტყველების ისევე მჯეროდეს, როგორც თქვენ გჯერათ, მაგრამ ჩემმა ძმამ და ანგმა ლავა საკუთარი თვალებით ნახეს. დეიდავუს წინასწარმეტყველება ჩემი ყურით მოვისმინე. ისევე როგორც ყველამ. გთხოვთ, მოგვისმინეთ. ყველანი საფრთხეში ხართ. და აქედან უნდა წავიდეთ.
დეიდაუს წინასწარმეტყველებას ვარ დაეხტნობით. თქვენი ბედი თქვენვე უნდა წარმართოთ. შეხედეთ. თქვენს მკითხავს სამის ახსნა შეუძლია? და თქვენს მეცნიერებას შეუძლია ახსნას ლაგოდრიმს? დიახ, შეუძლია. არ მოგვისმენენ. მაგრამ დეიდაუს მოусმენენ. ვიცი, პრობლემაც ეს არის. დეიდაუსი დავათქმევინათ. ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა როგორ წარმართოთ. განსამოქმედო ჯერ დეიდაუსგან ღრუბლებით მკითხაობის წიგნი უნდა ვითხოვოთ. ჯუმად, ჩვენი ხმა არავინ უნდა გაიგოს. ვერ დაგინახე. არ მოგწონვარ არა, რა თქმა უნდა მომწონხარ. მაგრამ ისე არა, როგორც მე მომწონხარ. მგონი არა. არა უშავს. უბრალოდ ძნელია, როდესაც ვიღაც მოგწონს, მაგრამ მას არ მოწონხარ. ვიცი, რასაც გულისხმობ. ის ლამაზია, სხვათა შორის. რა? წყლის ტომის გოგონა. ხედავ რატომაც მოგწონს. საყვარელია. ბრძანებელია. მისი თმა კი ისეთი დამყოლია. არი დარტო. შესანიშნავებით შეხვდები, რომელსაც ძალიან ეყვარები. ეს ვიცი. გმადლობ. მოიცადე. ამისთვის მოხვედი? საიდან გაიგე? იცი, გითვალთვალებდი. ალბათ. რატომაც არა. რუბელი წყლისა და ჰაერისგან შედგება. ასე რომ, მე და შენ ნებისმიერ ფორმას მივცემ. ვიპოვე. ვულკანის ამოფრქვევის სიმბოლო. კარგი მეთოდი არის ეს ამღრუბლებზე. დეიდავუ, შეხედეთ. ღრუბლებში რაღაც ხდება. ძალიან მოცნაურია. ასე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთო. ესეც შენი წინასწარმეტყველება. საფლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია თუ სწრაფად ვიმოქმედებ. სოკას გეგმა აქვს. ლავა ფერდობის გავლით აქ ჩამოვა. თუ საკმარისად ღრმად ხილს გავაკეთებთ, ლავა სოფელს გვერდს აუვლის და მდინარეში ჩავა. თუ რომელიმე თქვენგანი მიწის მბრძანებელია, მე გამომკას. მე მიწის მბრძანებელი ვარ. მე კი არ ვარ. დანარჩენი მანიჭები აიხეთ. ერთი არის და მეორე. სწრაფად. ეს თან კარგია, თან ცუდი. სწრაფად ხარეთ, სწრაფად. ყველანი წადით. როდესაც საფრთხე ჩაივლის, მოგაკითხავთ. თან რა მუსიკა. ძალიან ბევრი ლავა. გადმოვა. იქნებ წყლის ბრძანებულობით მიეშვეოთ როგორმე. კატარა რომელიმე. რავი. ანა შეუძლია ჰაერით. თან რა ანიმაცია წამოვიდა უკაცრავად, მაგრამ ჯერ არ მოვიდა ზუკოს და ბრძოლის დრო. ცოტა ადრე მომიწია ამოჭრა. 2 წუთი ნაკლები გქონდა დარჩენილი, მაგრამ გამეთიშა. ასე რომ უბრალოდ გავაგრძელებთ იმ 2 წუთიდან. მაინც ახლა უკვე მივიდიოდით დასკვნის ნაწილამდე. და რატომაც არა. გადავაბავ ამ 2 სერიას. დიდი ალბათობით მესამესაც, მაგრამ ეგ კიდევ ნახოთ.
მე-14 სერიას 3-2-1 გავაგზავნეთ. ესეც ასე. მოიწდება ეს ბავშვი რა ძლიერი ბრძანებელია. მოიცადე. რა თქვი? არაფერი. უბრალოდ ძლიერი ბრძანებელია. კი. შეუსაბამა. მართლაც ასეა. ხო მართლა. თქვენგან წიგნი ვითხოვეთ. ღრუბლებს ფორმა თქვენ შეუცვალეთ? ძალიან ჭკვიანურია. არ გეწყინოთ, მაგრამ იმედი მაქვს ისწავლეთ, რომ მხოლოდ მკითხაობის იმედად ყოფნა არ შეიძლება. ხო, მაგრამ დეიდავუ მიწინასწარმეტყველა, რომ სოფელი არ განადგურდებოდა და არც განადგურებულა, მაინც მართლა. ვერ გიტანთ. დამშვიდი სოკა. ყველაფერი კარგით რა. შეიძლება რაღაც კითხო. არაფერს იტყუებით, მაგრამ. ხო. სპედის წერაში სიყვარული არ დაგინახიათ, ხომ ასეა? ის მითხარით, რისი მოსმენაც მინდოდა. საიდუმლოს გაგანდობ ახალგაზრდა მბრძანებელო. ღრუბლებს ფორმა შეუცვალე და შეგიძლია ფორმა შენს ბედსაც შეუცვალე. შვიდობა. ეს კაი თქვენი იყო. გაცნობა სასიამოვნო იყო. თავს გავფრთხილდი მენგ. ბედნიერად. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. სოლელი. კი. კატარას მიმართ ცოტა შეგვეცვალა. დამოკიდებულება. ნეტარატო. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ავატარი პირველი სეზონის მე-14 სერია წინასწარმეტყველი. რა ვთქვა, ნორმალური სერია იყო, ეს დასკვნითი ნაწილი მომეწონა. ანიმაცია იყო ბოლოში მართლა კარგი, არ ველოდებოდი ასეც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სერია ფილერი იყო, აშკარად ფილერი იყო ახლა. ჩანდა კიდეც, რომ ესო არც ზუკო გამოჩენილა, არც აირო და არც ჯაო. რომელიც ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ ერთ-ერთ უმთავრეს არაფილერულ პერსონაჟებს. მაგრამ ნორმალური სერია იყო რა, ანუ ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა, მაგრამ რაღაც მომენტები მართლა კარგი იყო ის რომ წინასწარმეტყველებაზე არ უნდა იყო დამოკიდებული, ანუ პირდაპირ იმას კი არ გვეუბნებიან რომ კითხაობა სისულელეა და უაზრობა, ანუ მაგის თქმა არ სურთ, პირიქით სურთ რომ იმის თქმა რომ თვითონაც უნდა იმოქმედო შენს მომავალზე, ანუ კი შეიძლება წინასწარმეტყველებამ გიშველოს მომენტებში, მაგრამ შენ თვითონ წყვეთ შენს ბედს და ეს კარგი იყო ბოლოში რომ წამოიწყეს ეგ თემა და ბოლოში თვითონ დეიდავუმაც რომ აღიარა. იმ ხალხს კი ვეღარ დააჭერებს ახლა თავის სოფლელებს უკვე გამოურეცხა ყველას ტვინი, მაგრამ ჩვენებმა დაიჭერეს. ანგმა დაიჭერა ახლა. და ჩვენთვის არც უთქვამს არავისთვის და საერთო ჯამში კი ვულკანის სცენა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მომეწონა ძალიან. მეც ვერაფერს ვიტყვი, ანუ ნორმალური, სოლიდური სერია და გადავინაცვლოთ მე-15 სერიისკენ ალბათ. თანაც სხვა რა გადაგვრჩენია. და ხო, ანგის და კატარას სიყვარულის ამბავი. კატარა მიხვდა ბოლოში, ვიზეც იყო საუბარი. ანუ წარმოდგენა აქვს უკვე. რაც შვენიერია, ერთი დიდი ნაბიჯი არის წინ. და მოდით ჩვენც გადავდგათ ერთი დიდი ნაბიჯი და დავამატოთ ერთი სერია ჩვენს სიას. ავატარი, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. პირველი სეზონის მე-15 სერია. 3-2-1 დავწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. წყალისად იყო. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა.
ცოტა ამოჭრილი იყო ნაწილი ეხება საიტზე. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. ვიცი. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანგს ო, ამ მსოფლიოს სეზონში კი ისწავლის დიდი ალბათობით წყლის ბრძანებელობას. უკანასკნელი ბრძანებელი. ბოლოს ავატარია და უკეთესად გამოსდის ვიდრე დანარჩენებს. როგორ? წყალი. ათოებს water tribe. ბატო წყლის ტომიდან. არტო წყლის ტომიდან. ნუ, წყლის ტომიდან. კი ვერ გამიაზრე თავიდან. შეხედე, ეს ხმალი ვაშაპის კბილისგანაა დამზადებული. მაჩვენე. წყლის ტომის ხმალი არა. აუ, სოკა. ეს წყლის ტომის იარაღია. იქნებ კიდევ რამე იპოვო. არ მითხეთ რომ სოკა იცნობდა. მე დაკარგა? არა, ბატონს. რაღაც ვიპოვეთ. დამწვარია. აქ ბრძოლა იყო. წყლის ტომის მეომრები ცეცხლის მბრძანებლებს ჩაუსაფრდნენ. ცეცხლის მბრძანებლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ წყლის ტომის მეომრებმა ამ თიდან ჩაყარეს. აუ, სოკა, ხოჩა. კარგად გამოგდის ასეთების გათვლა. შემდეგ რა მოხდა? არ ვიცი. კვალი აქ მთავრდება. მოიცადე, შეხედე. იქნებ ეს ჩვენი ერთ-ერთი გემია. აუ, ეს მამას გემია? არა. მაგრამ მისი ფლოტიდანაა. მამა მეთქი უცები იტყვის. ო. ურწამით ვიფიქრე რომ იტყოდა კიო და და პრინცეს. ნუ ესენი გამოჩნდნენ. ესე იგი ფილერი არ იქნება. ეს სერია. სიმშვიდე კარგია. როცა გაქვს. გაქცეულს ვეძებთ. ჩემს ხომალზე გაქცეული არავინ არის. პარალიზებულია. ეს დროებითია. შხამი დაახლოებით 1 საათით მოქმედებს. ვინ არის ეს გოგო? ციხეში იქნება, მე კი ჩემს პულს მივიღებ. ჩემს ხომალზე როგორ იპოვეთ? ჩემი შირშუ ვერთხის სუნს სხვა კონტინენტზეც გრძნობს. აუ, შტაბისდავიან. ძალიან შტამბეჭდავი. აუ, აირო. რაღაც მოიფიქრა? სოკა. შენთან ერთად წამოვალ. ომისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ხარ სოკა, ეს იცი. ძლიერი. მამაცი ვარ. და ბრძოლა შემიძლია. თხაო მამა. ნამდვილი კაცი მაშინ ხარ, როდესაც იცი ყველაზე საჭირო სად ხარ. შენ კი ახლა შენი და უნდა დაიცვა. არაფერი მისმის. აუ, სოკას ოდესმე გაიგებ. მოგონებები, აუ, რა კაია. ძალიან მომენატრები. აუ. დამწყლა. აქ ვინ არის? სოკა? ბატო? ვინ არის? ბატო. ბატო, სოკა. კატარა. თქვენი ნახვა ძალიან მიხარია. როგორ გაზრდილ ხართ? გამარჯობა, მე ანგი ვარ. მამა სად არის? არა, ის და სხვა მეომრები ახლა მიწის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში. ცუდია. ეს ადგილი შეხვედრის წარმოუდგენელი კი მქონდა რომ არ იქნებოდა, მაგრამ შიგნით შევიდეთ. კარგი იქნებოდა. როდესაც დამჭრეს მამა თქვენმა მონასტერში მომიყვანა და მას შემდეგ ჩემზე დების ზრუნავენ. ხელმძღვანელო, ესენი ჰაკოდას შვილები არიან. ავატართან ერთად მოგზაურობენ. ჩემს გემთან ვიპოვე. ახალგაზრდა ავატარო. თქვენი ნახვა ძალიან მიხარია. მოგესალმებით ჩვენს მონასტერში. მადლობ. აქ ყოფნა დიდი პატივია. თუ რამე დაგჭირდებათ. რისი სუნია ბატო? დები მალამოებს და სუნამოებს ამზადებენ. სუნამოებს? იქნებ ცოტა აპასტუ შეგვესხარ, რადგან ძალიან ყარს. ხო მართალი ვარ. მამასავით ჭკვიანი ხარ. ბატო, აქაურობა სახლს გავს. აქ ყველაფერია. თხავიც კი. ხო,
მკვდარი ცხოველის ტყავზე მყუდრო არაფერია. კიდევ შეიძლება ხშირად შეხვდეს. ასე რომ შეუძლებელია. მიეჩვია. მოთუშული მოლუსკები. მიირთვით. მამას შეეძლო მოლუსკების სავსე-კასრი შეეჭამა. ბატო, მართალია რომ შენ და მამა მარქტიკული ბეჰემოტი დაიჭირეთ. მამა შენის იდეა იყო, მან დამიყოლია. ბეჰემოტი წინააღმდეგობას გვიწევდა. ცხოველებით მეც ვსეირნობ. ერთხელ უზარმაზარი გველთელზე ვნახე და მე მედუზას დაჭერის აზრი ვის მოუვიდა. ეს ამბავი შენც იცი. ანს აღარ ისმენს. რა ამბავი? გრძელი ისტორიაა. სხვა დროს მოგიყვებით. შენ და მამას ბევრი თავგადასავალი ჰქონდათ. ყველა მათგანი მხიარული არ ყოფილა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მოხსენდება. ანგ, გთხოვ თავის ადგილას დადე. ეს ცერემონიისთვის გამოიყენება და ძალიან მყიდია. რვაფეხა თავზე ვინ ჩამოიცვა და ბებიას ვინ ეტყუებდა, რომ წყლის სული იყო. რვაფეხა თავზე მამა შენმა ჩამოიცვა, მაგრამ საშინელ ხმებს მე გამოვცემდი. ისევ ეს გოგო. გზიდან ჩამომეცალე. გაიწიე ბინძურო. ამის თქმა არ უნდა და დარწმუნებული ვარ ხშირად იბანთ. უნდა გელაპარაკო. აიო. ესენი ჩემი ახალი მეგობრები არიან. გაბრაზებული ბიჭი და მისი ზარმაცი ბიძა. შენ ეს თან ბიჭი დავიწყო. გადახდა მოგიწევს. სიამოვნებით, მაგრამ ახლა ფული არ მაქვს. ყველა ვაუ. სასწაულებით. რა მაგარია. ჯერა. ფული არ მიგულისხმია. აუ, ვიღაც უნდა ამის მართლა ჯერა. რა მოხდა? შეყვარებული გაგექცა? გოგოს არ ვეძებ. მელოდ ბერს ვეძებ. აუ, ესეც მოსაბამი. როგორც სიტყვი. თუმა ტიპოვი. გემის დაზიანების საფასურს გადახდილად ჩაგითვლი. დაივიწყე. გარდა ამისა, იმდენ ოქროს გადაგიხდით, რამდენსაც იწონით. იმდენი გადამიხადეთ, რამდენსაც თქვენი წონით. თან ახლა ვარ. დასხედით. რამდენი კილოა აირო? 30? წონაში რომ მოატყუოს რაღაცა ბაუკლების სიცილით. რაღაც უნდა გითხრათ, ბავშვებო. მამა თქვენისგან შეტყობინებას ველოდები. მართლა? როდის? დღე-დღეზე. თქვა რომ შეტყობინებას მაშინ გამომიგზავნის, როდესაც შეხვედრის ადგილს იპოვის. თუ დაელოდებით ჩემთან ერთად წამოსვლას და მამის ნახვას შეძლებთ. 2 წელია მამა არ გვინახავს. დაუჯერებელია. გატარა. ძალიან მენატრება. მისი ნახვა გამიხარდება. დიდი დრო გავიდა, არა? ანკი მეცოდება. დარბაზის შეტყობინება როდის მოვა, მაგრამ როდესაც შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არ შეგვიძლია. ჯერ რა აუ, ანგიჭდა. და წავიყვანა. იქნებ შეტყობინება მალე მოვიდეს. რაც თავარი იყო ის გამოტოვა. მოგზაურობას რა დრო დაჭირდება. გზიდან დიდი ხნით ვერ გადავუხვევთ. დარწმუნებული ვარ, მამა თქვენი ამას გაიგებს და იამაღებს, რომ მისი შვილები ავატარს ეხმარებიან. ვერ ვიჯერებ რომ ტოვებენ. აქტო. წყლის ტომის მეომარ ბატონს ვეძებ. ბატონს ვიცნობ. აუ, ეს გადაეცი. მე მგონი რაღაც მახეში უნდა გაქვია. სოკასა და კატარას მამის რუკა. ეს უარესია. შეიძლება? მაპატიეთ რომ დიდი ხნით წავედი. მოდი ანგ. ვერ შევამჩნიე რომ წასულიყავი. მაგრამ უკვე დავბრუნდი. მოლუსკებს დიდი სიამოვნებით შევჭამდი. სუფთა ჰაერის ჩასუნთ პაგინდათ. ვიღაცას ვეძებთ. იმედია მიუკის არეცებთ. მიუკი. ცეცხლის სამეფოსთან ისევ პრობლემები გაქვს? ავატარი აქ იყო. არ გავჩერდეთ.
გამოგიჭირე. უნდა გრცხვენოდეს. ეზოში ნაგავსყრი. აჰა. აპატიეთ, აკაურობას დავალაგებ. არა, მე მგონი ეს ხომალდი ჩემთვის უნდა განსაკუთრებული გადასწერო, გა. ძვირფასია. მამა ჩემმა ააგო. აისბერგებს შორის ამ გემით ცურავდით? ხო, ეს დაზიანებები მტკიცებულებაა. შენზე რაღაც იტყვი სოკა. ალბათ აისბერგებს შორის პირველი გასეირნებიდან კარგი ისტორიები შემოგრჩა. იქ არ ყოფილა. მამა იქამდე წავიდა სანამ სოკა გაიზარდა. დამავიწყდა რომ ძალიან პატარა იყავი. აისბერგებს შორის ცურვა რას ნიშნავს? ეს წყლის ტომის ტრადიციაა, როდესაც 14 წლის ხდები მამას. იცი რა? ანუ სოკა 14 წლისაა? თუ არა. ნუ 2 წლის წინ თუ წავიდა. რატომ შერდებით? იმიტომ რომ გოგონამ აქ დიდი დრო გაატარა. ამის დრო არ გვაქვს. ეგ მართალია. თხილად. შეხედეთ, მოსწავხართ. შენი მომავალი გაინტერესებს, სიმპათიურო. ჩემს ასაკში მხოლოდ ერთი სიურპრიზი გადამრჩა და მინდა საიდუმლოდ დამრჩეს. აისბერგებს შორის გაწურვა სიბრძნის, სიმამაცის და რწმენის გამოცდაა. აი რომ სერიაში მაგარია. შესაბამისად, ყინულებს შორის უნდა გაწურო. ყინულებს შორის როგორ უნდა გავსუროთ თუ ყინული არ გვაქვს? შენ მათ შორის უნდა გაწურო. ო, სოკა საჯესთან ეს რთული და იქნება. გონივრული ბრძანებები გაეცი. კატარა მთავარი ალკანთან დადექი. შესაძლოა ქარი სასტიკი იყოს, მაგრამ მამაცი იყავი. ანგ, კლივერი გააკონტროლე, შენი მტკიცე ხელის გარეშე ჩავიძირებით. შენ ნდობა უნდა დაამტკიცო. ეს ვიცი, რატომ არ უნდა ვიცოდე? ავატარი ვარ. ნდობაზე ყველაფერი ვიცი. ასე ხარ. მე არ დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სამართლიანი იყოს. ამას დამოუკიდებლად გააკეთებთ. ანგ, კლივერს ხელი გაუშვი. კატარა, ყარა დადექი. ანგ, იალკანი აუშვი. კატარა, სივრცე მიეცი. ანგ, იალკანი ქარის მიმართულებით გეჭიროს. ქარის მიმართულებით. ეს რას ნიშნავს? მე მგონი უკვე აურია. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ხოჭო, არა, ყველაფერს სწორედ გავაკეთეთ. და ახლა ეს. გასასვლელი აღარ არის. გავახცევთ. სოკა უკვე დაამტკიცე, რაც შეგეძლო. იქნებ უბრალოდ ანგ, იმ იალკნისთვის ჰაერი მჭირდება. კატარა, მინდა იმ კლდეებს შორის რაც შეიძლება მეტი წყალი მოაქციო. მიდით. უკვე მცალი გლობას ვიყენებთ. ეგრე სოკა. მოჩო. როგორც თქვი, უკვე სულები ამ ნიშნების სოკა კარგი ლიდერი იქნება. თუ არ მახსოვს სოკაზე ვთქვი თუ კატარაზე. გეკნება. მამა შენსაც ეს ნიშანი აქვს. მაგრამ ყველა გამოდგება ამ გულში კატარას ლიდერები. სიმამაცის ნიშანი ექნება. შენი სიმამაცე შთაგვაგონებს. ანგს კი ნდობის ნიშანი ექნება. ამიერიდან წყლის ტომის ღირსეული წევრი ხარ. არ შემიძლია. რა თქმა უნდა შეგიძლია. არა, ჩემი ნდობა არ შეგიძლია. რას ელაპარაკობ? აღიარებს? შიგრიკმა ბატოსთვის ამის მიცემა მთხოვა. უნდა გამიგოთ. შემეშინდა რომ თქვენ ეს მამას რუკა. ამდენ ხანს რუკა შენ ქონდა? ეს როგორ გააკეთე? ჭრდილოეთ პოლოზე მარტო წახვალ. მე კი მამას მოვზებნი. სოკა, ვფიქრობ შენ კატარა, ჩემთან ერთად მოდი ხარ? მოვდი ვარ სოკა. სამწუხაროა. მოკლედ, ისევ დაბრუნდი. ისევ მომიწია გასვლა, ამჯერად მეხსიერების გამო არა. ყოველ შემთხვევაში გავაგრძელოთ. და ამის მერე კიდე ამოვჭრე, ახლა შუა სერიაში არა.
ნერვები არ მოგიშალოთ და თვითონაც არ მოგიშალოს ნერვები, მაგრამ დასკვეთი ნაწილის მერე ამოვჭრე და მე გადავალ შემდეგ სერიაზე. 3, 2, 1 გავაგზავნეთ. წარმატებები. მადლობ, თქვენც. ეს ცუდია. ალბათ უნდა წავიდე. ასე აჯობებს. არ ვიცი რა მომენტში დაბრუნდებით. როცა ზუკო და აირო ვიპოვიან თუ კატარა გადაიფიქრებს პირველად. ესეც ისინი. უკვე ახლოს ვართ. ის მგელი ძალიან საცოდავად ყმუის. ალბათ დაჭრილია. არა. ხროვას ჩამოშორდა. მისი მესმის. მეც ასე ვიყავი, როდესაც წყლის ტომის მეომრებმა მიმატოვეს. ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და მათ გარეშე ყოფნა უფრო მტკივნეული იყო ვიდრე ჩემი ჭრილობა. სოკაც იგივეს გრძნობს ალბათ. ალბათ რა, კი. უკან უნდა დავბრუნდეთ. მამას ნახვა მინდა, მაგრამ ანგის დახმარება უფრო მნიშვნელოვანია. მართალი ხარ. ვაუ, სოკამ გაგიგებთ. და ვიცი რომ თქვენი თამაყობს. სოკამ გადაიფიქრეთ ამ. ვიცი სადაც უნდა წავიდე. ეს თქვენ აიღეთ, იქნებ დაგჭირდეთ. შეტყობინებას შეხვედრის ადგილზე დავტოვებ. როგორც ჩანს მარტო წავალთ მეგობრებო. ავატარ, უნდა წახვიდე. კარგი, გასაგებია. ყველას უნდა რომ წავიდე. მონასტერში ვიღაცები მოვიდნენ, შენ გეძებენ. ვინ არიან? სასტიკი ქალი საშინელი ურჩხული და ახალგაზრდა კაცი ნაიარებს. ლუკო, ურჩხული ყელსაბამის სუნის მიხედვით გეძებს. ყელსაბამის? კატარა. აუ, ხო და კატარას მიაგნებს, მაგაზე არც მიფიქრია. ეს არის შენი შეყვარებული. არ მიყვარს რომ მიგატოვა. შენთვის ზედმეტად ლამაზია. სად არის? ავატარი სად არის? გავიხარით. დიდი ხანია წავიდე. რამდენად სულელი გონი ვარ. ძალიან სულელი. გავიქცეთ. ახლა რა უნდა ვქნათ? სხვა სუნს ეძებს. ალბათ იმის სუნს, რაც ავატარს ეჭირა. და დაბრუნდით. რას აკეთებს? წრეზე დადის. აბა ანგი ზუკოს წინაღმდეგ მე ამდენი რამდი მეგორი ბესამე მან მეოთხე ვაუ და თანიბაცი გაუმჯობესდა მართლა Ow. Wow.
გრძნობები მიბრუნდება. ეს პირველი იქნება. კიდევ კარგი ბოლომდე არ დაუბრუნდა გრძნობები. ვაუ, სუნებოები. კატარას ხელსაბამი. ის გაქვს რაც მჭირდება. Wow, ეს кайфო. ესეც кайфо. ზუკოსაც წავიდა. ეს. აპას ტექნოლოგია შეიძლება. ეს ცხოველი ცხვირით ხედავს. მოდით რაღაცეებზე შევახედოთ. სუნამო. ეს. და პასინი აია. ჯუნ, არა. ბიძია. მგონი იმ ცხოველის ენა არ მოხვედრია. ჯუმად. აჰაირო. სად მივდივართ? ჩრდილოეთ პოლუსზე უნდა მიგიყვანოთ. ხო. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. მამა თქვენის ნახვა არ გინდათ? რა თქმა უნდა გვინდა ანგ. მაგრამ შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. ახლა შენ უფრო მეტად და გჭირდები. ჩვენც გვჭირდები. მინდა რაღაც გაჩუქო კატარა. ისეთი რამ, რაც სახლს გაგახსენებს. მე კარგად ვიქნები. სამშვენის მაინც გაჩუქებ. იქნება ასეთი რამ გაჩუქო. ანგ, ეს სად იპოვე? ზუკო მთხოვა შენთვის გადმომეცა. ზუკოს მხრიდან ძალიან თავაზიანი საქციელია. ჩემგან კოცნას გადასცემ, როცა ნახავ. რა თქმა უნდა. ეს პირველი კოცნაც ეს იყო. რელიზი მოამზადა ოშოთკოში ლოგაზე. მაგრამ არა, პირველი არა. მესამე სერიაში ფილმს ცხონდა ახმოვანებთ მსახიობები. ნუ სამესტუმრე ნანგი. როგორც თქვი, დავბრუნდები 2 წამში. დავბრუნდით. ესე იგი მე-15 სერია, რომელიც იყო კარგი. კარგი იყო საერთო ჯამში თორე ვისე, ჩვეულებრივი სერია იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მომეწონა ვიდრე წინა, იმიტომ რომ წინა ცოტა არც ასე, არც ისე ნორმალური იყო. ეს სერია კარგი იყო. გვანახეს სოკას მამა, ცოტა ხნით, მაგრამ გვანახეს ბატო და უფრო მეტი გავიგეთ სოკას და ზოგადად წყლის ტომის შესახებ. და კარგი იყო, ანუ ესაყურებელი იყო კონკრეტულად სოკა რომ იყო მთავარი გმირი ამ სერიაში. მინდა გითხრათ რომ სოკა კარგად წარმოაჩინეს ამ სერიაში. მართლა მომეწონა, ანუ როგორი ლიდერი იყო. თავიდან ვეცახდი რომ კატარა კარგი ლიდერია, მაგრამ სოკამაც წარმოაჩინა ახლა ეს თვისებები. ახლა ცოტა ისეთი გეგმა ქონდა, ანუ რასაც მარტო ბრძანებლები შეასრულებდნენ. ახლა კატარა და ანგი რომ არ ყოფილიყვნენ იმ ხომალდზე, მაგალითად სხვა ვერავის დაავალებდა წყლის ამოწევას და ჰაერის ძალებით მიმართულების შეცვლას, მაგრამ კონკრეტულად ამ სიტუაციაში და დარწმუნებული ვარ 80% ამ სიტუაციაში იქნება ხოლმე სოკა, ანუ ამისთვის კარგად იმას ქნა რქვია. სწორად მოიქცა რა.
კარგი იყო, მომეწონა ანგი გვაჩვენეს უარყოფითი მხრიდან, იმიტომ რომ ანუ როგორ თუ უარყოფითი ეხლა არ მგონდა რომ მიეტოვებინათ გადაარსდა სოკას, მაგრამ თავარი ვერ გაიგო ეს კლიშე მაგიჟებს რა, მაინც და მაინც იმ მომენტში რო გადის პერსონაჟი, როცა კარგს ამბობენ და ყველაფერს ცუდს ისმენ, კარგს ივიწყებენ კი არა, გარბიან სანამ იტყვიან და ანგსაც სამწუხაროდ ეგრე დაემართა, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა სოკამ და კატარამ არ გადააგდეს, ახლა სოკა გამწარებული იყო თავიდანვე და 100%-ით მესმის რატომაც. თუმცა ანგის მხრიდან ცოტა მართლა ცუდად გამოვიდა ეს და ვერ გავამართლებ აშკარად. ნუ მამის ნახვა უნდა თემათაც, მაგრამ საბოლოოდ მისიას უპირატესობა მიენიჭეს. მისიას რა? ანგის დახმარებას და ეს კარგი იყო. აი მე აირო ახლა გამახსენდა რომ აირომ ამ სერიაში წარმოაჩინა თავი როგორც ჩვეულებრივმა ახალგაზრდა თინეიჯერმა ბიჭმა, ანუ გაგეცინებათ ამას რო ვიტყვი, მაგრამ სუფთა იმასავით რა, მოზარდივით იქცეოდა იმ გოგოსაც რო ეწებებოდა თუნდაც პირდაპირ თუნდაც გახეტანითი მნიშვნელობით. ის გოგო, ანუ ვიზუალში მომეწონა, ანუ კარგად იყო, ავატარის სტილი იყო, მაგრამ ცოტა კიდე არც წააგავდა ავატარის სტილს და მომეწონა, ანუ კარგად იყო დახატული. ის არსებაც საკმაოდ ბოლოდნელად შემოიყვანეს სიუჟეტში, მაგრამ რავი, საერთო ჯამში კარგი სერია გამოვიდა. და ზუკოს და ანგის ფაითმა დააგვირგვინა. გეუბნებით მე თქვენ, ანიმაცია არის ბევრად გაუმჯობესებული. აი, გადახედეთ თუ ვისაც არ გჭირეთ და ნახავთ. იმიტომ რომ ეს მართლა მაგარი იყო. და ნეშჯერ ფინალური ფაითი არ იყო სეზონის, კიდე იქნება და დარწმუნებული ვარ კიდე უკეთესად შემოგთავაზებენ. მართლა ესეთი ცოტა არ იყოს ანიმე სტილით არის შესრულებული რა, დახატული ეს მულტფილმი და მომწონს, ანუ კაი სტილია. ყოველ შემთხვევაში ეს იყო მე-15 სერია და ახლა უნდა ვნახოთ მე-16. იმედია მზად ხართ. ხო, და რაც მთავარია, კატარას დაუბრუნეთ ყელსაბამი. იმდენი ხანი ვნერვიულობდი მაგ ყელსაბამზე, რა სიზამ და ზუკო მეთქი, მაგრამ ყველაზე კარგი ვით დავაბრუნეთ ხერხით. ავატარი. არის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მე-16 სერია. წავიდეთ 3, 2, 1 დავწყოთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. წყალი. ასევე განათებას რომ შეცვალა არ რეაქციად ყურადღება. ჰაერი. გამთბობაჩავთე. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერს შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ზერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლა, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარებით რომ გასტანი ყველაზე უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი წიგნი, წყალი. მე-16 თავი, დეზერტი. დეზერტი. ეს დაგვეხმარება იმის გარკვევაში აქ რა ხდება. იქნებ მენი უციპოვ, შემშილით გვდები. გონი აქ საკვებს ვიპოვით. ცეცხლის დღეების ფესტივალი. ცეცხლის ერის კულტურის გამოფენები, ჟონგლიორები, სტიქიის მმართველები, ჭადოქრები. შვენიერი ადგილია, რომ ცეცხლის ნამდვილი მბრძანებლები შევისწავლო. აჯობებს გადაიფიქრო. ამაში ხედავ. მოიცადეთ, ეს ჩემი პოსტერია. პოსტერი წარწერით იძებნება. ეს ცუდია. და ხიდე გადაგ. მოდით გზა განვაგრძოთ. როგორმე ცეცხლის მართვა უნდა ვისწავლო. ეს კი შანსია, რომ მისი ოსტატები კარგად გავიცნო. კარგი, შეგვიძლია შევიაროთ. რა? გინდა ცეცხლის ერის ანგი ახლა ცეცხლის ბრძანებლობის სწავლას დაიწყებს. ცეცხლი იქნება? შევინიღბებით. თუ სახიფათო იქნება, წამოვალთ. ხო. ჩვენ საფრთხეში არასდროს ვეხვევით. ნუ, მიჩვეულები მაინც ხერცოგ. ბატონ
გააკეთეს ასეთი აქცენტი იმ კაცზე. ბიჭებო, სადმე დაიმალეთ, სანამ ფესტივალზე ვიქნებით. ნუ სახეზე არ მეცნო. თითქოს რაღაც უნდა შემევჩინია. ახლა კი შენი ხბის დროა. ვაუ, ვანგ. მართლა სხვა ადამიანად იქეცე. წავიდეთ. მაგარი შენი არა. როგორც ჩანს, სხვა კოსტიუმები გჭირდება. ასეთი ნიღბები სად უნდა ვიშოვოთ? ცეცხლის დღის ფესტივალის ნიღბების შეძენა აქ შეგიძლიათ. საოცრად მარტივი იყო. ნამეტანი, მინდა გითხრა. სოკას უფრო ხდება. შეხედეთ, აი საჭმელი. როგორც იქნა? რა გაქვთ? ალებული ხორბალი. ქალაქში საუკეთესოა. მომეცით. ცხელია, ცხელია. ალებული ხორბალი ცხელია? ვინ იფიქრებდა? მართლაც სოკა რა. შეხედეთ. ერთგულო მოქალაქეებო, ნუ ღელავთ. ცეცხლის ბატონს ვერავინ გააოცებს. არა. ეს ცეცხლის ბატონია? ჰანკ, მოიცადე, სად მივდივართ? არ ვიცი, თუმცა ხალხია შეკრებილი. ალბათ რამე კარგი ხდება. ცეცხლის ერს კარგად ვიცნობ. ალბათ ვინმე სიკვდილით ჯია. დარწმუნებული არ ვიქნებოდი. ფოკუსები. ეს ხრიკი უნდა ვისწავლო. მადლობ. არ იქნება თუ ნიღავს ისევ გაიგება. მე. რა საკეთებ? მინდა უკე ჩემხედო. იქნება ჯობებს ყურადღება არ მივაქციათ. შენ რა სიტყვი ახლა ბატონო? როგორი მორცხვია. მოდი ცოტა სიმამაცე შევმატოთ მეგობრებო. მიდი. მე რატომ არ ამირჩია? ისევ ეს ტიპი. ამ ხრიკს დრაკონის მოთვინიერება ეწოდება. ჩემი შეპყრობილი პრინცესა იქნები. ნუ ღელავ ახალგაზრდავ. ამ ცეცხლოვან მხეთს მე მოვათვინიერებ. ძალიან ძლიერია. ვერ ვაკავებ. უნდა დავეხმარო. არა. არა, სენის გამართვა არ გჭირდება. თოკი, სადაცაა გაწყდება. არ ჩაერიო. არა. შესუნდება ბავშვო. ჩემი პოპულარობის წართმევა გინდა ბავშვო. და ნიღაბიც ჩამოვარდა. მოიცადეთ, ეს ბავშვი ავატარია. რა? მგონი წასვლის დროა. გამომყევით, მე გაგიყვანთ. აქ არიან. ნეტავინ არის. ვიცნობთ თუ აკეთ. აპას დაუძახე. იმედი ამ სასტვენის ხმას გაიგონებს. აკეთ. როგორ ჩანს აპას ეს ვის? კარგი, აკეთ არა. არა, არ ვიცნობთ. ახალი პერსონაჟია. არც აქეთ არა. მაგრამ ამას ხომ შეუძლია? აპას შეუძლია. ლამაზი იყო. ფოიერვერკის გამართვა კარგი იდეა იყო. როგორც ჩანს ძალებს კარგად აკონტროლებთ. რაღაც გამეგება. ცეცხლის ერის ჯერის კაცი ხართ? ვიყავი. ჩეინ ქვია. შეი. ადამიანს ვემსახურები. ადამიანზე უფრო მეც.
ის მითია, თუმცა ნამდვილი. ცოცხალი ლეგენდა. დეზერტირი ჯონგ ჯონგი, ცეცხლის ერის გენერალი იყო. მოიცადეთ, თუ ადმირალი. მაღალი წოდების იყო, გავიგეთ. ხო, ძალიან მაღალი. თუმცა ამ სიგიჟეს ვეღარ ეგუებოდა. პირველი იყო, ვინც არმიიდან წავიდა და გადარჩა. მე მეორე ვარ, თუმცა ამის გამო ლეგენდა ვერ გავხდები. არც ჩივი, ჯონგ ჯონგი არის მაგის საჭირო. გენიოსია. ამბობენ, რომ შეშლილია, თუმცა ასე არ არის. დიდებულია. ცეცხლის დიდებული მბრძანებელი არსებობს, რომელიც ცეცხლის ბატონს ეწინააღმდეგება. და ოკეი. გავიცნობ, პროგრამის მასწავლის. ცეცხლის შეშლილი მბრძანებლის ძიებას არ დავიწყებთ. შეშლილი არ არის. გენიოსია. ავატარის გასაწყვეტნელად იდეალური პიროვნებაა. ფესტივალზე ამიტომაც არის გადამრიოს ახლა რა. მადლობ დახმარებისთვის, მაგრამ დილით ჩრდილოეთ პოლუსზე უნდა გავფრინდე. ზოგა. ეს შანსია, რომ უკვე ჩრდილოეთ პოლუსზე. გავიცნო, რომელიც ჩემს გათვლას შეძლებს. საინტერესო. არაფერი მოხდება თუ უბრალოდ დაველაპარაკებით. ფესტივალზეც იმავეს ამბობდით. რატომ არავინ მისმენს? ესენი მოგისმენთ. არ გაინძრეთ. დავიღალე უკვე. ჯონგ ჯონგ ყოველ სერიაში იჭერენ მოიცადეთ, ამ ხალხს ეს პერსონაჟს. ლინი ძველი მეგობარია. ხომ ასეა ლინი? მოკეტე და გზა განაგრძე. წადი. ხოლო შენ გელაპარაკება. არა უშავს, სხვა დროს ვისაუბრებთ. ჯონგ ჯონგი აქ არის? ახლავე უნდა დაველაპარაკო. არა, აქ მოიცადე. შენ კი შედი. ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ. დიდებული კაცია, დიდებული. გამოდის ავატარი აქ იყო. თქვენ კი წასვლის საშუალება მიეცით. დიახ, სერ. თუმცა რაც შეეხება ფესტივალს, სხვა ინციდენტი არ მოხდარა. არის კაი. არანაირი ჩხუბი, არანაირი ქურდობა, ადგილობრივი კრიმინალური დეტალები არ მაინტერესებს. სად წავიდნენ? აх, ტყეში მდინარის მეორე მხარეს. ნავები დაამზადეთ. ავატარს უნდა დავედევნოთ. ჯაო დაგვიბრუნდა ესე იგი. მე მაინც იმაზრის ვარ, რომ ჯაო ჯონგ პირველ ჯონგს სეზონში იქნება თავარი ანტაგონისტი. გამიბრაზდა რომ აქ მოგიყვანე. მოითხოვს სასწრაფოდ წახვიდეთ. ან ჯაო ან სუ. წასვლის დროა. ჩემი ნახვა რატომ არ უნდა? ამბობს რომ მზად არ ხარ, რომ ჯერ წყლის და მიწის სტიკიები არ შეგისწავლე. კი, თანმიმდევრობაც ხომ არის. დაინახა ბანაკში როგორ შემოხვედით. ყველაფერს მიხვდა. მაინც შევალ. არ მგონი ასე მარტივად დაიწყოს ცეცხლის ბრძანებლობის სწავლა. ახლა ეთქვის ვიცოდი რომ მოხვდოდიო. ოსტატო, ცეცხლის მაგია უნდა შევისწავლო. სიკვდილის გზას მხოლოდ სულელი თუ დაადგება. ავატარი ვარ. ჩემი ბედის წერაა, რომ ბედის წერა, პატარა ბიჭმა ბედის წერაზე რა უნდა იცოდეს? თევზი მთელ ცხოვრებას მდინარეში გაატარებს, მდინარის ბედის წერას შეიტყობს? არა. მხოლოდ იმას მიხვდება, რომ ის კონტროლის გარეშე მიედინება. ისიც დინებას გაყვება, თუმცა დასასრულს ვერასდროს ნახავს. ოკეანეს ვერც კი წარმოიდგენს. კარგი, მაგრამ 4-ვე სტიქიის დისციპლინებისათვისება ავატარის მოვალეობა არ არის? არის დისციპლინების ასათვისებლად ჯერ თვითონ დისციპლინა უნდა აითვისო. თუმცა ეს არ გაინტერესებს, ამიტომ შენ მე არ მაინტერესება, ახლა კი წადი. გთხოვთ, უნდა ვისწავლო. ეს ჩემი ერთადერთი შანსია. დახრობდი? როგორ უნდა გასწავლო თუ მოსმენას არ აპირებ? ცეცხლის სტიქიის შესწავლამდე წყალი და მიწა უნდა აითვისო. წყალი ცივი და მშვიდია, მიწა მყარი და მტკიცე. მართალია, ფიზიკურად ვერ შეიძლება მაგის თქმა. ცეცხლი ცოცხალია, სუნთქავს და იზრდება. მაგის გარეშე ქვა თავისით არ გამოძრავდება. ცეცხლი კი ვრცელდება და გზაზე ყველაფერს გაანადგურებს თუ მის კონტროლს ვერ ისწავლი. ეს მისი ბედის წერაა. ჯერ მზად არ ხარ, ზედმეტად სუსტი ხარ. ფიქრობ რომ სუსტი ვარ? ავატარო როკო? არა, ეს არ მეგულისხმია. ავატარი როკო. სტიქიები ათასობით სიცოცხლის მანძილზე 1000 ჯერ მაინც შევისწავლე. ახლა კი ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთო. ვალდებული ხარ ავატარს ცეცხლის მაგიის ათვისებაში დაეხმარო. დიახ. სწავლაში დაგეხმარებით. მართლა? აკარია. რა იყო ეს?
დამეხმარევა ახლა როგორ ფეხების დრო გაშალე. გაშალე. ჩაიკეცე. სერიოზულად როკუსაც კონცენტრაცია ასწავლე. მოახდინე. კარგია. მოიცადეთ. ახლა რა ვქნა? სიჩუმე. ლაპარაკი კონცენტრაცია არ არის. შენს მეგობარს შეხედე. ლაპარაკობს. თავის საქმეში კონცენტრაცია იმ სულელსაც კი შეუძლია. რა თქვით? კონცენტრაცია რაზე უნდა მოვახდინო? მზის სითბო იგრძენი. ის ცეცხლის დიდებული წყაროა, თუმცა მაინც ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია. ცეცხლის ანთებას როდის შევძლებ? კონცენტრაცია. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. აქ იმისთვის ამოვდივართ, რომ შემთხვევით არაფერი დავწვა. ჯერ არანაირი ცეცხლი. რა? ცეცხლის მზის მართვის სითბო. სუნთქვის დროს მოდის. სუნთქვის კონტროლი ამიტომაც უნდა ისწავლო. სუნთქვის კონტროლი. აქ იმისთვის ამომიყვანეთ, რომ ვისუნთქო? პოზიცია მიიღე. ჯაორო ნახავს. კი მიყურავთ. ანდმა უკვე რომ აითვისა, შეისუნთქე და პირით გადაირევა. ხმა არა მოიღო. შეიძლება ზუკო შემოგვდეს ხელში. ეს უზამს, მაგრამ აუშარდება ვიღაცას. აქ რა საკეთებ? არ მithქვამს გაჩერდი მეთქი. რამდენიმე საათით ვსუნთქავდი. გინდა სუნთქვა შეწყვიტო? მინდა რომ ჩემი დროის პლანკო შეწყვიტოთ. პოზიციის მიღება, სუნთქვა და მზის შეგრძნება უკვე შემიძლია. არა, და ცეცხლის გამოშვება ვისწავლო. ჯერ ადრეა. ერთხელ მოსწავლე მყავდა, რომელსაც დისციპლინის სწავლა არ უნდოდა. ხოლო ცეცხლის ზალა და მისი გამოყენება აინტერესებდა, რომ მოწინააღმდეგის განადგურება და დაბრკოლებების გადალახვა შეძლებოდა. თუმცა ცეცხლი საშინელი რამაა. მისი ბუნება ყველაფერს თქმა, ხოლო კონტროლის გარეშე გზად ეს არაფერს ახლა ტოვებს. გვაჩვენებია რა ხდება. ეს ახლა გვაჩვენებია რაც ხდება. მოთმინება ისწავლე, თორემ საკუთარ თავსაც დაღუპავ და ყველაფერსაც რაც გიყვარს. მართალია ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოიგიდო ამ საქმეს. ეგრე რა. თქვენ სიტყვებზე დავფიქრდით. უფრო მომთმენი ვიქნები. დროა ცეცხლთან მიმუშაოთ. მაგრამ მოგვატყუა ხო? უფრო სწორად დავიწყოთ. არა, მოგვატყუა. კონცენტრაცია ცეცხლზე მოახდინე. ფოთლის ბოლოებამდე რაც შეიძლება დიდხანს არ უნდა მივიდეს. ოსტატო, საფრთხეში ვართ. რა მოხდა? ფოთოლზე იფიქრე. ცეცხლის მაგიის ყველაზე საშინელი გაკვეთილია. სულ მარტო მტოვებს და მეუბნება, რომ ვისუნთქო ან კონცენტრაცია მოვახდინო. ალბათ ამისთვის მიზეზიც აქვს. თუმცა მზად ვარ მეტი გავაკეთო. გამოსვლის. გამომივიდა. ცეცხლი ავანდე. აქ კარგია, თუმცა უნდა გააკონტროლო. თხილად. ცეცხლის მართვაც ასე უნდა. ხო, მაგრამ ცოტა ფრთხილად. თავს რამეს დაუშავებ. ღმერთო ჩემო, ფრთხილად იყავი. საინტერესოა ჟონგლიორი როგორ აკეთებდა. კატარა. მაპატიე. კატარა, რა მოხდა? რა გააკეთე? ეს შემთხვევით მოხდა. მინდოდა რომ კატარა მე გეუბნებოდი, ამასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. შეხედე რა გააკეთე. ჩემი დედაცვი. ხელები სულ დამწვარი აქვს. ხანკ. მართლა ჩემი დედაცვი. ყველაფერი თქვენი ბრალია. ვიცი. ნივთები ჩაალაგეთ და წადით. მაპატიე. არ მინდოდა. მაპატიე. მე მგონი დროებით უნდა დავასრულოთ.
კურნების ნიჭი გაქვს. წყლის ტომების რამდენიმე დიდებულ ოსტატს ჰქონდა მსგავსი ნიჭი. რამდენიმე დიდებულ ყოველთვის ოსტატს. ვოცნებობდი, რომ შენნაირად დაჯილდოებული ყოფილიყავი, რათა ეს მწველი წყევლა მომეშორებინა. მაგრამ დიდებული ოსტატი ხართ. ჩემზე ბევრად ძლიერი. წყალს სიცოცხლე და განკურნება მოაქვს. ცეცხლს კი მხოლოდ განადგურება და ტკივილი. ადამიანურობასა და ცოცხალი მაგალითი. შორის არჩევანის გაკეთება გიგა საერთოდ კატარა. მისი წყევლის ქვეშ მოექცა. თუმცა ბოლოს მაინც ნაწილებად გვშლის. ესეც ბატონი ჯაო. მეგობრებს დაუძახე და გაიქეცით. არ დაბრუნდეთ, თორემ ყველა დაიღუპებით. იჩქარე. ნუ ღელავთ ჯარისკაცებო. ჩემმა ძველმა მასწავლებელმა ჩხუბს თავი დიდი ხნის წინ დაანება. ხომ ასეა ოსტატო ჯონგ? სერიოზულად ეს ასწავლიდი. კატარა, კარგად ხარ. მეთქი რატო გაჩვიეს ჯაო? კონკრეტულად მაგ მომენტში. პანგი სად არის? ჯონგი მეუბნებოდა, რომ მზად არ ვიყავი, თუმცა არ მოვუსმინე. ცეცხლის მაგიას აღარასდროს გამოვიყენებ. ოდეს მე მოგიწევს. კი. არა, აღარასდროს. ყველაფერი რიგზეა ანგ. განვიკურნე. რა? როგორ? მე რა გიხსნი? ახლა უნდა გავიქცეთ. ჯაო და მისი ჯარისკაცები გვიტევენ. სად? დინარესთან. ჯონგი შეიპყრეს. უნდა დავეხმარო. ერთი შეხედეთ. არა და ოდესღაც დიდებული იყავით. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ყოფილი მასწავლებელი უბრალო ველურად იქცა. ველურს შენობრივ ამ გავხარდა. წლისაანეტა. ახლა ადმირალი ჯაო ვარ. წოდება ავატარის დამარცხებაში ვერ დაგეხმარება. მასთან ბრძოლა არც ცადო. მისი თანასწორი არ ხარ. როგორ მე გავუმკვიდრე? აღიარა. ასეთი დიდებული ძალა არასდროს მინახავს. ნუ როკუსთანაც ქონა გამოცდილება. ჯონგ. შევამოწმოთ, ჯარისკაცებო, დეზერტირი შეიპყარით. ესეც თქვენი დეზერტირი. ტყეში გაიქცა. იპოვეთ. ვნახოთ რა გასწავლა ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა. ბევრი არაფერი სიმართლე ჯონგის გითხრათ. მასწავლე იყავით? სანამ არ მომწყინდა. სანამ არ მომწყინდა. იოუ. არა. როგორც ხედავ, ლაჩარები ჯაოს მაგარი ფრაზები აქვს მომენტებში. თუმცა ის არ უსწავლებია ცეცხლის მბრძანებლებს სინამდვილეში რა შეუძლიათ. მანამ ჯერ მივართ. დაგაცნობ. სტარინასრალი. ახლავე გაჩვენებ სტარს. არანაირი თვითკონტროლი. მოდი და შემებრძოლე ავატარო. ეს ბრძოლა იყო? მე მგონი ხურდებოდი. ასეც იყო. ჯაო ის რაც ფეთქებადი არის ახლა და ადმირალის წოდებას ნებისმიერ შემოხვედროს აძლევენ? საკუთარ ხომალდს დააწვევინებს ახლა? შემომხედეთ. ადმირალი ჯაო ვარ. მათ საკუთარ ხომალდს წავს ეს დებილი. მაგრამ მეგონა ზუკოზე ძლიერი იყავი. სუსტი ხარ. ძალიან სუსტი. ამ შემთხვევაში მართლა სუსტი ხარ. კაი რა. როგორ უნდა მოთქვიდე? ვერსად გაიქცევი, პატარა ლაწირაკო. ეს ბრძოლა წააგე. უკვე წააგე. გაგიჟდი? ერთი დარტყმაც არ მოგიყენებია. არა. ყველაფერი თავად გააკეთე. კი კაცო. მაგარი დებილი ხარ. ჯონგმა მითხრა, რომ ფეთქებადი ხასიათი. კი, ეგ თქვი ამ წუთას. და როდის მოსწრო? ეთილი მგზავრობა. სტრაფად, წავიდეთ. მოიცადეთ. ჯონგი სად არის? გაქრა, როგორც ხვები.
არა ჯონგი უნდა მოვწოდოთ ხო? არა ის მეორე ტიპი. მოიცადე, სად გაქრა ყველა? აუ, ძალიან იმდენი სასაცილოა. გამოტოვეთ ძმაო. სასაციო სულ არ იყო. მაგრამ აუდრობად იყო. ანგ, ხელი დაიწვე. დაგეხმარები. კატარა სახელი წავა. კაია ხო ვიცით. კარგი წყალია. ეს როდის ისწავლე? ყოველთვის ვიცოდი. კარგი. მაშინ გმადლობ, რომ ამდენი წლის მანძილზე პირველად დახმარებას მიწევდი. როგორც მაშინ, როცა ხიდან ჩამოვარდი, ან როცა თითში ანკესის 2 კაუჭი შემერჯო. 2? ერთი კაუჭის ამოღებას მეორეთი ცდილობდა. და როცა გველმა მიკვინე, გმადლობ, რომ გამკურნე. ჩვენიერი იყო. მართლაც დამეხმარე. რელიზი მოამზადა აჭარანეთქო. კაი, ჯონგს აღარ ნახავთ? ესე იგი, კალიკულდებათ ალბათ რატომ არის ამოჭრილი კამერა ჩამომივარდა. ეს იყო ავატარი პირველი სეზონის მე-16 სერია. კაი სერია იყო. მომეწონა. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს ანგი ცუდი მხრიდან, ანუ ძალიან უპასუხისმგებლად ეკიდება ამ საქმეს, ანუ სტიქიების ბლობას, ბრძანებლობას, თუნდაც ცეცხლის, თუნდაც წყლის. და საკმაოდ უარყოფითი მხრიდან გამოაჩინა თავი ამ სერიაში, რადგან ჯერ ერთი კატარას, ანუ კატარა ფრთხილებდა, რომ ფრთხილად იყავიო, მაგრამ მაინც არ დაუჯერა, ანუ მხოლოდ ცეცხლის სწავლა უნდა და თან ანუ ვარ უნდა რა რომ გაეწელა პირდაპირ უნდა ცეცხლის ბრძანებლობა ესწავლა და ესეც დიდი მინუსი იყო, მაგრამ ავატარი რომ არა დარწმუნებული ვარ, არც ის არა იყო და მოსწავლეთ რა ერთხელაც სწავლა მარტო, მაგრამ შეიძლება დავუბრუნდეთ კიდეც სწავლებას, ვინ იცის. მაგრამ რომ გამოჩნდა, ეგ იყო უმაგრესი მომენტი, ну უმაგრესი ზოგადად არა, მაგრამ вообще არ ველოდებოდი როკუს გამოჩინას და ის კაციც ჯაოს მასწავლებელი რო აღმოჩნდა და როკუს მასთან ეს ნაწილი ვერ გავიგე კარგად, როკუ მასწავლებელი იყო თუ უბრალოდ ანუ თანამშრომლობიან ადამიანებს გავსი იყო, იმიტომ რომ უმეტესობა ამ მომენტის გამოტოვე გადავხედავ რა თქმა უნდა მე, მაგრამ უმეტესობა მაინც გამოტოვე, იმიტომ რომ შოკში ვიყავი როკუს გამოჩენისგან, ასე რომ ბოდის ვიხდი რამეს თუ არასწორად ვამბობ. მაგრამ მართლა მიჩნდება ახლა შეკითხვა, რამდენი წლისაა ის კაცი? იმიტომ რომ ანგი დაიბადა 112 წლის წინ. მანამდე იყო როკმანო, აშკარად 100-ზე მეტის არის. 120 და რაღაცა მეტი კიდეც, უფრო მე არ ვიცი. აშკარად უფრო მეტისაა ვიდრე ჩანს. მაგრამ ჯო მოგეწონა ისე ანუ მაგისის მოულოდნელი ფრაზები და მაგისი გამოხტომებს ვერ უწოდებ, გამოსვლები და როიცის ხოლმე ესე უცნაურად გაღიმება. რავი, მე ჯაო მომწონს. კი, მაგარი სისულელე გააკეთა ბოლოში. უბრალოდ ბავშვურ იუმორს და ხუმრობებს აყვავ, მაგრამ საერთოდ ჩემში არ არის ცუდი პერსონაჟი, ანუ კარგი პერსონაჟია, მე მომწონს. და კატარა სახელი ძავა. აუ, ეს მაგარია. განკურნა შეეძლო თუმე, ანუ ამობს ყოველთვის შემეძლო, მაგრამ პირველად აჩვენა ეს. შეიძლება შეეძლო, მაგრამ კარგად არ ფლობდა და ამ იმის შემდეგ ნაჯენდება ქვია. დეზერტიერთან საუბრის შემდეგ უკაცრავად რა დამემართა სახელი დამარუწყდა. იმასთან საუბრის შემდეგ უფრო უკეთეს, ანუ მიხვდა როგორ იყო, როგორ გაეკეთებინა და უკეთესი როგორ იქნებოდა მისთვის და გამართლა. მართლა გამართლა. აჰა. და რა თქმა უნდა, ანგმაც ისწავლა მნიშვნელოვანი რამ. მაგრამ ცეცხლს იყენებდა. ჩვეულებრივად უპრობლემოდ იყენებდა. ანუ ეს ხოთაშორის პლუსიც არის, იმიტომ რომ როგორც წყალზე გაუმარტივდება დიდი ალბათობით სწავლა, ისევე ცეცხლზეც, რავი, რა ვთქვა. წესით.
ვნახავთ. მომავალში აუცილებლად ვნახავთ. ახლა ალბათ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ მეტი სათქმელი ამ სერიის შესახებ არაფერი მაქვს. კარგი სერია. საბოლოო დასკვნა, კარგი სერია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ საერს ღილაკი. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და გნახავთ სხვა დროს. შემდეგ ვიდეოში კარგად ბრძანდებოდეთ.